კარგი, ხელის გადაწევა ვცადეთ, ფრე იყო. გადავაფურთხეთ უფრო შორს ვინ იზამდა, ასევე ფრე. და ვიბოქსავეთ, ისევ ფრე. ძალიან მაგრამ მივდივართ, ყოჩახ. მაგრამ ჩვენზე პატარები არიან. გვითხარით რა არის შემდეგი დავალება. შემოგთავაზეთ. ეს ბოლო დავალებაა და გვაჩვენებს ვინ არიან ყველაზე მაგარი ბიჭები სკოლაში. კარგი, ფიქრობ შევეჯიბროთ ვინ უფრო მეტ კაბას აუწევს გოგოებს დასვენებას. ხო, და ვინც უფრო მეტ კაბას აწევს, ის იქნება გამარჯვებული. რა? ეს რანაირი დავალებაა? დიანას კაბის აწევა არც გაბედოთ. ეს გოგოებს არ მოეწონება. ამ გზით შევძლებთ გავიგოთ ვინ არიან ყველაზე მაგრები სკოლაში. ჩვენ შეგვიძლია კაბების აწევა. ვა, როგორი დავალებაა. ისე იცით სკოლის ახალი წესის შესახებ. ხო, შარულის ჩაცმა არ შეუძლიათ გოგო. სულ ესაა დასვენებაზე გადავწყვეტ ვინ არიან ყველაზე მაგრები სკოლაში. შევთანხმდით? შევთანხმდით. გოგოებო, რა საშინელებაა? გადავიდი ახლა ამ სკოლიდან? ეს წესები რა უცნაურია? რატომ არის იმის აუცილებლობა, რომ ქვედაბოლო მეცვას? დიანა, მართალი ხარ, საერთოდ არ მომწონს ქვედაბოლოები, მე ჯინსები მომწონს. გოგოებო, ისევ გრძნობ თავს თითქოს საერთოდ არ მაცვია არაფერი. გოგოებო, იცით რა? წესებია, არ მოგწონს? არავინ არ გაძალებთ აქ სწავლას. ჯიჯი, ვხედავ რომ შენ ძალიან მოგწონს ეს წესები, ისე ჩაგიცვამს როგორც ქორწილში. აბა ბიჭებო, კომფორტულად ხარ შარვლებში? ნეტად თქვენთვისაც გააკეთონ წესები და შარვლების გარეშე მოგიწიოთ სიარული. ხოლო შენ ოცნებებში, ჯული, ჩვენ გოგოები არ ვართ. ამიტომაც გვაცვია შარვლები. ო, გოგოებო, ძალიან გაგიკვირდებათ. დიმა, რატომ? გოგოებო, ეს ქვედაბოლო ნორმალურია? გულწრფელად რომ ვთქვა, შოქში ვარ, რომ უნდა გვეცვას ქვედაბოლოები. ყველგან კიბეებია, ყველაფერი ჩანს. ლეილა, მეც შოქში ვარ ამ კერძო სკოლის ახალი წესებით. ეს რანაირი სისულელეა. გოგოებო, შეხედეთ ჩემს ქვედაბოლოს, ისეთი ვიწროა, ტორნადოც ვერ გაბერავს. ჯანდაბა, ლეილა, შეხედე ჩვენს ქვედაბოლოებს, პარაშუტებს გავს. ჩვენც უფრო ვიწრო უნდა გვეყიდა მარიუს ასავით. გასაგებია გოგოებო, მარიუსა ჭკვიანია. ვიწრო კაბა იყიდა. ესე იგი თქვენც ჩაიცვით კაბები? მოიცადეთ. გოგოებო, გეუბნებით, ესენი იქნებიან პირველები, ვინც კიბეების ქვეშ დადგებიან და გამოიჭყიტებიან. აბა ცადეთ. მე არ მადარდებს, მე არ მადარდებს. ამასაც ვნახავთ. გოგოებო, სკოლის შემდეგ შეგვიძლია კაფეში წავიდეთ. მოდი დავიწყოთ, ხო, დავიწყოთ. გოგოებო, დღეს მანიკური გავიკეთე, შეხედეთ? ჩემს ასეთ შეხედეთ? 1, yes. გოგოებო, რა ხდება არ მესმის? მარიუსა ვერ ხედავ გოგოების ქვედაბოლოებს წევენ. ბიჭებო, მოიცადეთ. ბიჭებო, რა ხდება აქ საერთოდ? არ მინდოდა ამის გაკეთება, იმათი ბრალია. ხო და არტემ დაელაპარაკეთ, ხო? გოგოებო, უნდა გავიქცეთ. Yes, 4. არტემ, არც კი იფიქრო ამის გაკეთება. სკოლაში ყველაზე მაგარი მინდა ვიყო. 5. იცი რა, დიმა, ეს არ გაგივა, საერთოდ არ მესმის. რა სულელური ხუმრობაა, რომ გოგოების ქვედაბოლოები აწიოთ. დიანა, ახლა არ მცალია, ჯულის და მარუსას კაბები უნდა აუწიო. შენ შეგიძლია 1-2 ჩათვალო. კარგი, წავედი. გოგოებო, ეს გაიგეთ? ასე ვერ გაგრძელდება. ხო, დირექტორს უნდა ვუთხრათ. კარგი, წავედით, წამო. დეიდა ზინა. რა ხდება? გვიშველეთ, ბიჭები არიან იქ, გამოგვეკიდნენ და ჩვენს ქვედაბოლოებს წევენ. გოგოებო, ფიქრობთ დეიდა ზინა დაგეხმარებათ? დეიდა ზინა არსად არ წახვიდეთ, გთხოვთ. მარიუსა, ხელს ნუ მტკენ. ბიჭებო, გოგოებს თუ შეეხებით, ძალიან ინანებთ. დეიდა ზინა, ჯობია უბრალოდ დავგვტოვოთ. ჩვენ კონტრაქტი გვაქვს. დეიდა ზინა, ბოდიში, ყველაზე მაგრები გვინდა სკოლაში ვიყოთ. 1, 2, 3. გითხარით, გაჩერდით, ხო? ბოდიშით გოგოებო, მე ვერ დაგეხმარებით. არა. აი, ბიჭები, ისე არის როგორც ჩემ დროს, ყველა ბიჭი უწევს ქვედაბოლოს გოგოებს. დეიდა ზინა, არც დაიჯერებთ რა ხდება. საშინელებაა, უნდა წავიდეთ დირექტორთან. თქვენი კაბებიც აწიეს? საშინელებაა. ჩვენი ქვედაბოლოები აწიეს ამ სკოლის წესების გამო. მორჩა, დირექტორთან მივდივართ, უნდა ვუჩივლოთ. ხო, არ დავიტანჯებით. რა ცირკია. მიდით და უჩივლეთ. შეიძლება დაგეხმაროთ.
აბა გოგოებო, ვინდა ელაპარაკება დირექტორს? წამო ყველა ერთად წავიდეთ. არა გოგოებო, ეგ ცუდი იდეაა. ყველა თუ წავალთ, გამოგვაგდებს. აბა გოგოებო, რა ხდება? ჩანს რომ ბიჭები დაწყნარდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვედაბოლოები აწიეს. მე გთავაზობ დირექტორთან წასვლას. ხო, უნდა გააუქმოს ეს ქვედაბოლოები. ცალ-ცალკე წავიდეთ? არა გოგოებო, ჯობია ორ-ორი წავიდეთ, რომ საშიში არ იყოს. ნასტია, წამო. წარმატებები გოგოებო, მიდით. გამარჯობა. აქ მოვედით რომ ვიჩივლოთ. გოგოებო, დაკაკუნება არ იცით? რატომ არ დააკაკუნეთ? ან რა შივილი, კარგი გისმენთ რა ხდება, რამე არ მოგწონთ? დიახაც არ მოგწონს ბიჭები მე-9-დან და მე-10-დან ჩვენს ქვედაბოლოებს წევენ. ხო, ეს რა საშინელებაა? გააუქმეთ საერთოდ ქვედაბოლოები, ძალიან მოუხერხებელია. ბიჭებისთვის რატომ არ აკეთებ წესს, რომ შარვალი არ ეცვათ? ნასტია, ცოტა დამშვიდი, გაგვაგდებს აქედან. დიანა, რას გულისხმობ? უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვედაბოლოების გაუქმებისთვის. გოგონა ყვითელ ქვედაბოლოში. რა ქვია? გვარი, შიშკოვსკაია? კარგი, ესე იგი, შიშკოვსკაია. ხედავ რომ დირექტორის ადგილის დაკავება გინდა და გინდა რომ შენი წესები დააწესო. წადით აქედან და მოიხურეთ კარი, ნახვამდის. უყურე ერთი, გაუქმება უნდათ. მხოლოდ ბიჭებსაც ვიაჩარვლები, გოგოებს არა. აბა რა მოხდა? გოგოებო, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ხო, მე მიყვირა საერთოდ. არ გააუქმებს არაფერს. კარგი, მარიუსა და ჯული, თქვენი ჯერია. მივდივართ, ამას გავუმკლავდებით. გამარჯობა დირექტორო. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. დღეს რა კარგად გამოიყურებით, ახალი ვარცხნილობა გქონიათ. გოგოებო, მითხარით რა გინდათ, არ მაქვს დრო რომ თქვენს წუწუნს უსმინო. მისმინეთ, ახალი წესები გააკეთეთ ქვედაბოლოების შესახებ. ხო, და პრობლემა გვაქვს. რა პრობლემა? ბიჭები ჩვენს ქვედაბოლოებს წევენ. გოგოებო, თუ ბიჭები თქვენს ქვედაბოლოებს წევენ, ეს მხოლოდ თქვენი პრობლემაა. ნახვამდის, დახურეთ კარი და აღარ მოხვიდეთ აქ საწუწუნოდ. ნახვამდის. აბა, რა მოხდა? ხო, გითხარით. არ გამოვიდა. რა? ვერ გაუმკლავდით? კარგი, მე შევალ და მე გავუმკლავდები. ჯიჯი, არ გირჩევ. ხო, ვერ იზამ. გამატარეთ? მომისმინეთ, ძვირფასო დირექტორო. მე აი ამ სკოლაში დავდივარ და საერთოდ არ მომწონს ახალი წესები. უყურე ერთი. სწორად მესმის რაღაცეები? თუ აქ კოღო წუის. მართალია, კოღოა. გოგო, გადი აქედან, ნახვამდის. უყურე ერთი. არ მოწონს წესები თურმე. ძალიან კაცრი ხართ. გოგოებო, ვერ მივაღწიეთ წარმატებას, ამ სკოლას ვტოვებთ, ამას არავიტან. არ უნდა რომ ქვედაბოლოები გააუქმოს. ჯიჯი, ხომ გითხარით? და შენ რა, ნასტია, გააკეთე? კარგი, გოგოებო, მისმინეთ იდეა მაქვს, თუ იანა და ლეილაც ვერ გააწყობენ ვერაფერს დირექტორთან, მაშინ ჩემი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. კარგი, წავიდეთ და ვიბრძოლოთ. მიდით გოგოებო. 4, 7, 6, 12, 3. ახლა რა ხდება ბიჭებო? გონი ისე უფრი არის. რას გულისხმობთ? იმას 6 აქვს, არტემს 12, მე 3, ეს 21-ია. თქვენ კიდე მხოლოდ 11 გაქვთ. ჩვენ რო 3 უყოფილიყავით, მაშინ მოვიგებდით. არტემეს არაა დასასრული, შემდეგი დასვენება ყველაზე დიდია. ჩვენ გავანადგურ, რა თქმა უნდა, პატრიკ, შევთანხმდით. მომისმინეთ, თქვენ ვერ გაიმარჯვებთ. გოგოებო, მას არ უნდა წესის გაუქმება. უაზრობა, თქვა ამბობს, რომ ვისაც უნდა შეუძლია დატოვოს სკოლა, არ გააუქმებს წესს. კარგი, გოგოებო, მოდით ჩემთან. კარგი გეგმა მაქვს, მისმინეთ, ყველას გვაქვს შორტები ჩვენს კარადებში? კი, ყველას გვაქვს. რაში გვჭირდება? ჯიჯი, მისმინე, ყველა ჩავიცვამთ ქვედაბოლოების ქვეშ შორტებს და როდესაც ბიჭები მოვლენ რო აგვიწიონ, ჩვენი თავიწევთ და გაოგნებულები დარჩებიან. ხო, და შეწყვეტენ ჩვენს დევნას. გოგოებო, ეს შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ზუსტად იგივე გავაკეთეთ ჩემ დროს. ოღონდ შორტები კი არა, შარვლები გვეცვა. მორჩა დეიდა ზინა, აღარ გვეშინია ბიჭების. წავედით. გოგოებო, ეს ყველაზე დიდი დასვენებაა. მოიცადეთ, პატრიკ, იცოდე, ყველა კაბა უნდა აუწიოთ და ყველაზე მაგრები გავხდეთ. მომისმინეთ, ვერ დამამარცხებთ. ყველა კაბა ჩემია. ბიჭებო, აღარ გვეშინია რომ თქვენ ჩვენს ქვედაბოლოებს აწევთ. მე ამის ქვეშ შორტები მაცვია. მეც. ბიჭებო, გოგოები ძალიან ჭკვიანები არიან. მათ გაგვანადგურეს. ბიჭებო, მხოლოდ 3-საც ვიათ შორტები. დანარჩენებს არაც ვიათ, წავედით. მოიცადეთ, გოგოებო. აბა გაჩერდით, მეც შორტები მაცვია. მე ელასტიკები. და ჩვენ საცვლები გინდა და ნახოთ? ბიჭებო, ჩვენ მოვიგეთ. Yes. აბა კარგი გაკვეთილი ვასწავლეთ? რა თქმა უნდა. გოგოებო, თუ ბიჭები თქვენს კაბებსაც წევენ, შეგიძლიათ ქვეშ შორტები ჩაიცვათ. ხო, და დაამარცხოთ ბიჭები.
რა გინდათ ტუჩები, ფრჩხილები, გაწმენდა, ნიღაბი, რომელი პროცედურა დიდი რიგი გვაქვს? დიმა, მოდი შევისვენოთ, ძალიან ბევრი კლიენტი გვყავს. კარგით დაგარეგისტრირეთ. გოგოებო, ბევრი კლიენტი ყავს, უნდა ვიმუშაოთ. კი, დიმა, გეთანხმები, უნდა ვიმუშაოთ. მისვინე, იანა, ჩემ ტუჩებს შეხედე, ხომ არ დამისკდა შემთხვევით? არა, დიანა, არ მგონია. აბა მე შევამხედე მე? კი, ცოტათი, მაგრამ არა უშავს იანა, ამ დღის შემდეგ მოგიწესრიგებ ცოტა. გამარჯობა. დიანა, გავიგე მაგარი სალონი გახსენით. გოგოებო, რას ელოდებით შევხვდით კლიენტებს, ახლა მიდით, იმუშავეთ. გამარჯობა, აბა რას ვაკეთებთ? შემობრძანდით და იდეალურს გაგხდით. მინდა რომ მასზე იმუშაოთ. ისეთი გაუხეშებული კანი აქვს. უხეში, გოგოებო, ჩემი ლეილა მაგარ გოგოდ გადამიქციეთ. მობრძანდით. გოგოებო, მათთვის 30 წუთი გაქვთ, სწრაფად იმუშავეთ, სხვა კლიენტებიც მალე მოვლენ. დიანა, გესმის რა მინდა? მინდა რომ ჩემი ტუჩები გულს გავდეს. არ ინერვიულო ლეილა, ყველაფერს იდეალურად გავაკეთებ. ეს მტკივნეული იქნება? არ გეტკინება, პირიქით, სასიამოვნო იქნება და მალე რბილი კანი გექნება. დიანა, ეს რა არის? ლეილა, არ ილაპარაკო, ეს ანესთეზიაა. რატომ არის ასეთი ცივი? შენს კანს ნაკლებად უხერს გახდის. გეუბნებით, ადგილები აღარ გვაქვს, შემიძლია შემდეგ კვირას ჩაგწეროთ. იანა, მიდი არტემს ნიღაბი გაუსწორე, ჩამოუვარდა. კარგი მენეჯერ დიმა. რა ჩამოვარდა? ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ნიღაბია. კარგი, ესე იგი ორშაბათს მოხვალთ. დიანა, მიდი იმუშავე, მხოლოდ 15 წუთი დაგრჩა. დიმა, ჩემი კლიენტი ანესთეზიის ქვეშაა, ვმუშაობ. კარგი დიანა, გასაგებია. გამარჯობა, ეხლა ყველა ადგილი დაკავებულია, შემიძლია მხოლოდ შემდეგ კვირას ჩაგწეროთ. ვაუ, ეს საოცარია. ამ ნიღაბს ყოველ კვირა თუ გაიკეთებ, შენი კანი იდეალური იქნება. აბა, მიხდება ეს ტუჩები? კი, ძალიან ლამაზია. ლეილა, მზად ხარ? მზად ვარ. ნახე რა ლამაზი ქალბატონია. რა გაუკეთეთ ჩემ ლეილას? არტემ, რა ხდება? მაგარი გოგო ხო გინდოდა? აი, აქ არის. არტემ, რამე არ მოგწონს? კარგით, მეგობრებო, მე უთხარით რა მოგწონთ და რა არა. ეხლა იჩქარეთ, გადაიხადეთ და წადით, მომხმარებლები მოდიან. არტემ, გადაიხადე, ამეების გამო ფულსაც ვერ კარგი. ვიღებ. დიმა, რას ფიქრობ, ლეილა კარგადაა? არტემ, ლეილა კარგად გამოიყურება. ძალიან მომწონს. იგივე კვირას პედიკურისთვის მოვალ და იგივე სიგრძე მინდა. ისე იქნება, ამ სიგრძე არ გჭირდება. დიმა, თუ დაგირეკავს არ უპასუხო. არტემ, რას გულისხმობ? ჩვენ თითოეულ კლიენტს ვაფასებთ. ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ. არტემ, აბა მივდივართ. ესენი ჩემ მეგობრებს უნდა ვაჩვენო. დიანა, ლეილა ნახე, მონსტრია. ხო, იანა, ძალიან საშინელებაა. მინდოდა რომ მისი ფრჩხილები ლამაზი და პატარა ჩემსავით გამეკეთებინა, მაგრამ ამბობდა, არა, გრძელი. გოგოებო, შეწყვეტეთ ლაპარაკი, შემდეგი კლიენტები მოდიან. ჯული და კოსტა. გოგოებო, გამარჯობა. მოკლედ, ყველაფერი მინდა. ტუჩები, ნიღბები, რისი გაკეთება შეგიძლიათ? ყველაფერი. და მინდა რომ ჩემი შეყვარებული კანფეტად გადააქციოთ. ჯიჯი, მოიცადე, ახლა ჯულის და კოსტას ჯერია. დიმა, მომისმინე, ჩვენ VIP კლიენტები ვართ. რიგის გარეშე მივდივართ. ჩვენ ჯიჯისთან არ მუშაობთ. თუ მას რამე არ მოწონს, შეუძლია რომ წავიდეს. დიმა, დამშვიდი, გავუმკლავდებით. მე ვიმუშავებ ჯიჯისთან, ჯიჯი, მოდი აქ. პატრიკ, შენ აქ. მოკლედ, ლამაზი ფრჩხილები მინდა, მოდელის ფეხები და კიმ კარდაშიანის უკანალი. ჩვენ უკანალებზე არ ვმუშაობთ, უბრალოდ კოსმეტოლოგები ვართ. საუკეთესო მჭირდება, იცოდეთ, ყველაფერი უნდა მომეწონოს. იმედი მაქვს აქვთ საკმარისი თანხა. დიანა, იანას უთხარი, ჯიჯი არ გაანებიუროს. პატრიკ, არ ინერვიულო, იანა პროფესიონალია. მოდი დავიწყოთ. ანესთეზიით ვიწყებთ, ვერაფერს ვერ იგრძნობ. ეს რა არის, გლუვი და სუნიანი? პატრიკ, არ ყარს. ეს ანანასის სუნი აქვს და ყველაზე ძვირიანი ნიღაბია მთელ მსოფლიოში, შვეიცარიულია. ფუ, ტყლარწი. საზიზღრობა არ არის. წარმოიდგინე ლოკოკინა, რომელიც ანანას ჭამს. გამარჯობა. რას გულისხმობთ, თქვენი ფრჩხილი ჩამოვარდა? თუ ფრჩხილი ჩამოვარდა, თქვენ თავს დააბრალეთ. ჩვენი ფრჩხილები არასდროს არ ვარდება. ძალიან კარგად ვაკეთებთ. დიანა, დამეხმარე, ძალიან რთული კლიენტი მყავს. პატრიკ, დამშვიდი, ახლა იანას დავეხმარები. დიანა და იანა, მომისმინეთ. დიმა, რა ხდება? ჩვენს კლიენტს ფრჩხილი მოძრა. თუ კიდე მივიღებ შენიშვნას, იცოდეთ, გაგაგდებთ. დიმა, არ დაგავიწყდეს, რომ სალონი ჩემს სახლშია. რა? ფრჩხილი მოძრა? თუ ჩემი ფრჩხილი მოძრება, იცოდეთ,
ყველას საცითაოდ მოგკლავთ. ჯიჯი, ნუ მოძრაობ, თორემ მართლა ყველაფერი მოგძრება. დიანა, ჩემგან რამე ჩამოვარდება? პატრიკ, კარგი რა, უბრალოდ ნიღაბი გაქვს, რა უნდა მოგძრეს? გოგოებო, იცოდეთ, მე გითხარით. ჯიჯი, ნუ ყვირი, ეს უბრალოდ ფრჩხილის დაგრძელებაა. დიანა, ტყვარც უკვე ჩემს თავში ვგრძნო. გიჟი ხარ, ეგ უბრალოდ ჩემ ტვინშია. ძალიან კარგი ნიღაბია. მორჩა მზად არის. გოგოებო, უკვე შემდეგი კლიენტები მოდიან. კოსტია, ხომ გადამიხდი? რა თქმა უნდა, ჯულის შეხვევა ჭირდება. კოსტია, ქაბაბი კი არა. შემოდი, ნუ ხრწხვენია. მორჩა ჯიჯი, მზად ხარ? გრძნობ რომ იდეალური ქალი ვარ. ჯიჯი, ეს შენ ხარ? პატრიკ, შენ ბრწყინავ. კარგი მორჩა, ახლა გადი, სხვა კლიენტები მოვიდნენ. დიდი რიგი გვაქვს. კარგი, წავიდეთ პატრიკ. ჯიჯი, რა გაიკეთე? ეს ზედმეტი პროცედურებია. ჯული, შენ მხოლოდ შეხვევა გჭირდება. ჰეი, პატრიკ, ჯიჯი, ფული. კარგი, გოგოებო, ესე იგი, ჯიჯიზე უკეთესი უნდა გამხადოთ, ეგ რა თქმა უნდა. კარგი, მოდით აქ, მოდი დავიწყოთ. კი ბატონო, დავიწყოთ. კოსტია, გამარჯობა. შენც ხომ არ გინდა სახის ნიღაბი, ან სახის გაწმენდა? არა, უბრალოდ აქ დავისვენო. თლიანი ფული ჯულის შესახვევზე დახარჯეთ. კოსტია, იმედი მაქვს საკმარისია. ვახ, რთული იყო ფულის აღება. ჯიჯი და პატრიკი ხარბები არიან. კარგი ჯული, ნუ მოძრაობ, ეს მხოლოდ ანესთეზიაა. ხო, ყველაზე რთული წინ გაქვს. ფრჩხილები, წარბები, ცხვირი და თვალები. ხო, ლოყებიც. ჯული, იცოდე, თუ ძალიან შეტოპავ, აღარ მეყვარები. კოსტია, ლამაზი ვიქნები. ხო, ქალღმერთია. მის მსოფლიო 2020. გოგოებო, იჩქარეთ, იცოდეთ, დღეს კიდევ 4 მომხმარებელი უნდა მივიღოთ. ჩვენ კიდე დრო აღარ გვაქვს. დიმა, ნუ ყვირი ხარ, გავაკეთეთ. კოსტია, წაიყვანე შენი ჯული. ვაუ, მაგარია. ჯული, მაჩვენე შენი სილამაზე. რაშიც ფული უნდა გადავიხადო. კოსტია, რა კარგია რომ სილამაზის სალონში მომიყვანე. ნახე რა ლამაზი ვარ. დიმა, დიანა, იანა, ამაში დინათ რომ ფული გადაგიხადოთ? კოსტია, არ მესმის რა არის პრობლემა? ხო, შეხედე ჯულის, ნახე რა მაგარია. კოსტია, რა ხდება? კოსტა, ცხვირს მოაგვიწევ. ჩვენი საქმე შევასრულეთ. ახლა კი გადაიხადე. ამაში არაფერს არ გადავიხდი. კოსტია! ჯული, ჩვენ უნდა დავშორდეთ. არ მინდა ასეთი მაიმუნისნაირი შეყვარებული. კოსტია! გოგოებო, არ მესმის, რა მჭირს? ჯული, შენ ძალიან ლამაზი ხარ. ხო, კოსტიას უბრალოდ არ ესმის რა არის ნამდვილი სილამაზე. მოიცადეთ, მოკეტეთ, ამაზე მერე ვილაპარაკებთ. ჯული, გადაიხადე. ფული კოსტიას აქვს, მაგრამ დამტოვა. ამიტომ ვერაფრით ვერ გადავიხდი. დაიჭირე შენი კოსტა და უთხარი, რომ თუ არ გადაიხდის, მაგას მე მივხედავ. მაგრამ კოსტია დამშორდა. შეხედე რა დიმას. ხო, რა უცნაურია, ახლა ძალიან მოგვაწვება. უფრო ჩქარა იმუშავეთ, მიდით ჩქარა. რას ელოდებით, ყველაფერი გაწმინდეთ, კლიენტები მოდიან. რამდენიმე დღეში მე ლამბორგინს ვიყიდი. კარგი დიმა. ხო, კარგი. ჯიჯი, ვინ მოგაყენა შეურაცხყოფა? აი, ამათმა. მარიუსა, არტემ, ჯიჯი. რატომ ტირი? რა პროცედურა გნებავთ? ჯიჯი, ვიცოდი რომ შენთან ვერ ვიმუშავებდი. მეგობრებო, შემოდით. აი, ვერ ხედავთ? ახლავე შემოვალ. რა გაუკეთეთ ამ საცოდავ ბავშვს? რა დაემართ ამის ტუჩებს? მის ფრჩხილებს რა სჭირს? ყველა დამცინის. ჯიჯი, შენს მეგობრებთან ერთად მოხვედი რომ ფული დაიბრუნო? აიხე. ჯიჯი, ეს ყველაფერი შენით მოითხოვე. ხო, ის გავაკეთეთ რაც შენ გინდოდა. ჯიჯი, რამდენი გადაიხადე? მე არ გადამიხდია, პატრიკმა გადაიხადა. არ აქვს მნიშვნელობა, პატრიკმა გადაიხადა და ჩვენ ავიღებთ. 16,000 გადავიხადეთ. რა, რომელი 16,000? პატრიკმა $300 მომცა. ბავშვებო, აი, იგდევს ფული. ეს პატრიკის ფულია. ყველაზე დიდი რომელიც არის. ახლა ჩვენ ავიღებთ. მე ფულს არ მოგცემთ. დიმა, დააბრუნე ფული შენი ცუდი მომსახურებისთვის. ვერ ხედავთ, ბავშვი ნაწყენია, ახლა ყველა დასცინის. დაუბრუნეთ ფული, ახლავე. კარგი, მომისმინე, ვიცი როგორ მოაგვარო ეს პრობლემა. შემდეგ კვირას ჯიჯის წარბების კორექციას და მანიკურს ვიზამ. თან უფასოდ და ყველაფრის შეჯამებასაც გავაკეთებთ. ან ეპილაციას. ჯიჯი, აბა რა გინდა, რა საირჩევ? მე ფული მინდა, ფული. გაიგონეთ? ფული და თუ არ მოგცემთ თქვენს ფულს, რა მოხდება? და რა მოხდება? ჯიჯის მშობლებს დავურეკავთ. ხო, მკვდრები იქნებით. დიმა, მე მგონი ფული უნდა დავუბრუნოთ. მაგრამ ჯიჯი მეორედ აღარ მოვა ამ სალონში.
მის სახელს შავსიაში ჩავწერთ. ის ყველაზე ცუდი კლიენტია. კარგით, გოგოებო, მე მივცემ ფულს, მაგრამ თქვენი ანაზღაურებიდან ავიღებ. ჯანდაბა, ვერაფერი ვერ გამოვიმუშავეთ? ჯიჯი, აქ შენი დანახვა აღარ მინდა. დიმა, დამანებე თავი. იგივე ადგილას არასდროს ვიქნები, სადაც შენ ხარ. ვაუ, ოჩახ? ხო, ახლა წავალთ და ვიყიდით ბალენსიაგას, გუჩის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შანელს. გოგოებო, წავედით, მათ უნდა იმუშაონ. აბა, კარგად. აღარ მოვლენ თქვენთან კლიენტები. ჯიჯისთან ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. ბავშვებო, ამას ხედავთ? ამ გოგოს არ ესმის საერთოდ არაფერი. ძალიან შორს წავიდა თავისი არაბუნებრივი სილამაზით. აბა, თქვენ რომელი სილამაზე უფრო მოგწონთ? ბუნებრივი თუ არაბუნებრივი? კარგად. გოგოებო, რა ბუნებრივი სილამაზე, იმუშავეთ.